ახლა მინდა მამაკაცებს, შეიძლება ქალებისთვისაც იყოს საინტერესო, მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია, ის რაც თქვენ გჭირდებათ და ყველა ის კითხვა, რომელიც თქვენ გაქვთ ჩემს მიმართ, ერექციულ დისფუნქციასთან დაკავშირებით. ძირითადად აინტერესებთ, როგორ ხდება მისი მკურნალობა, რამდენად ეფექტურია ეს პროცედურა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, რა ღირს, რამდენი პროცედურა ჭირდება მამაკაცს, რამდენხანს მიმდინარეობს ეს პროცედურა, ვინ ატარებს, როგორ მოვიდე კლინიკაში თუ ვის მიმართო და ასე შემდეგ. ამასახლავე ძალიან მოკლედ გეტყვით. პირველ რიგში აღვნიშნოთ რა არის ერექციული დისფუნქცია. ეს არის პრობლემა, რომელიც ექმნება მამაკაცების დაახლოებით 40%-ს სქესობრივი კონტაქტის დროს. ანუ მათ არ აქვთ საკმარისი ერექცია, ანუ არ მყარდება საკმარისად სასქესო ასო, ან შეიძლება ის მყარდება, მაგრამ მალევე სუსტდება, ანუ მკვეთრი ვარდნა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ხდება. და ასევე არის პრობლემა, როდესაც ერექცია ხდება, მაგრამ ერექცია თავიდანვე არის სუსტი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი დაავადება, ორგანოთა პათოლოგია, ასევე შეიძლება იყოს ფსიქოემოციური მდგომარეობა მამაკაცის, ძირითადად ეს უკავშირდება სისხლის მიმოქცევის დაქვეითებას, დარღვევას სასქესო ასოში. მოგეხსენებათ, რომ ერექცია ეს არის შედეგი სასქესო ასოს ძლიერი სისხლის მოდინების. ანუ ძლიერად ხდება სისხლის მოდინება სასქესო ასოში და შედეგად ხდება ერექცია და შემდეგ ეს ნარჩუნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. და აი სწორედ ეს პროცესი როცა არის დარღვეული, მაშინ მამაკაცს უვითარდება ერექციული დისფუნქცია. ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ პირველ რიგში რასაკვირველია უნდა მიმართოთ ექიმ, უროლოგ, ანდროლოგს. ჩვენს კლინიკაში არის ექიმი გიორგი ნაცვლიშვილი, რომელთანაც გაივლით კონსულტაციას იმისთვის, რომ მან დაადგინოს მიზეზი, ანუ თქვენი მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ანამნეზი, ასაკი, გადატანილი დაავადებები და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე ის გინიშნავთ სათანადო მკურნალობას, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა მამაკაცს არ სჭირდება PRP პროცედურა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და სჭირდება სხვანაირი მკურნალობა და ამას ადგენს გიორგი ნაცვლიშვილი, ექიმი უროლოგი. შემდეგ ინიშნება, დაახლოებით მამაკაცების 70-80%-ში, ვინც ჩვენ მოგმართავს, ინიშნება PRP პროცედურა, რომელიც არის ეფექტური, ვიტყოდი, რომ სადღაც 95% შემთხვევაში. და დაახლოებით 5% შემთხვევაში ის შეიძლება არ იყოს ეფექტური იმის გამო, რომ უმეტესად იმის გამო, რომ უბრალოდ მამაკაცმა არ შეასრულა ის რეკომენდაციები, რომელიც იყო ექიმის მიერ მოცემული. PRP პროცედურის დროს ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა სასქესო ასოს გარკვეულ უბნებში. რის შედეგადაც სასქესო ასოს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ხდება ახალი უჯრედების წარმოქმნა, მიდის ქსოვილის გაძლიერებული რეგენერაცია და ყოველივე ეს განაპირობებს ერექციის გაუმჯობესებას. როგორც წესი, მამაკაცს სჭირდება 5-6 პროცედურა. მამაკაცების დაახლოებით 50% პროცედურის ეფექტურობას აღნიშნავს პირველივე პროცედურის შემდეგ. პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 წუთს. 5-10 წუთი სჭირდება, რომ შეიყვანო ნივთიერება სასქესო ასოს გარკვეულ უბნებში. არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, არ საჭიროებს არანაირ გაუტკივრებას და ანესთეზიას და ასე შემდეგ. და ჩვეულებრივ შემდეგ შეუძლია მამაკაცი წავიდეს, ანუ გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რითმი. სანამ მომზადდება მასალა, მას სჭირდება დაახლოებით 9 საათი. მთლიანობაში რო ავიღოთ, ხო, თავის მასალის აღება, მომზადება, პაციენტის შეყვანა საპროცედუროში,
ჩატარება, რეკომენდაციების მიცემა მთლიანობაში ეს შეიძლება შეადგენდეს 1 საათს, მაქსიმუმ საათნახევარს. პროცედურის ღირებულება არის 200-300 ლარი. გააჩნია რომელი სინჯარა გამოიყენება. თუმცა ის, სადაც გამოიყენება სინჯარა, თქვათ 200 ლარიანი, ანუ 200 ლარიანი პროცედურა არ ნიშნავს იმას, რომ სინჯარა არის უხარისხო და 300 ლარიანი თქვათ არის ხარისხიანი. უბრალოდ ისინი განსხვავდება შემადგენლობით, ამიტომ განსხვავებული ფასი აქვს და არის შემთხვევები, როცა რომელიც არ საჭიროებს 300 ლარიან თქვათ პროცედურას და აბსოლუტურად საკმარისია 200 ლარიანი. ამას დაადგენს ექიმი, უროლოგი, ვისთანაც თქვენ გაივლით კონსულტაციას. რა ასაკში შეიძლება ან საჭიროა PRP პროცედურას? ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, 18 წლის ზემოთ ყველა მამაკაც, ვისაც აწუხებს ერექციული დისფუნქცია. როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ ამ პროცედურასთან დაკავშირებით? სქესობრივი ერექციის დისფუნქციის ან ნებისმიერი სხვა სქესობრივი ან უროლოგიური პრობლემების შემთხვევაში. გვირეკავთ კლინიკის ნომერზე, რომელსაც მე მიუთითებ კომენტარების ველში და ეწერებით ექიმ უროლოგ ანდროლოგთან, გიორგი ნაცვლიშვილთან და გადიხართ კონსულტაციას.